ერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. დღესასწაულს, რომელიც თითქოს უნდა იყოს დღე გლოვისა, დღე მწუხარებისა, მაგრამ ეს არის პირიქით დღე სიხარულის, დღე დიდების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მისადმი ქების შესხმის სიხარულითა და მადლიერებით. რატომაა ასე, ძვირფასო ძმანო და დანო? ძველ აღთქმაში წმინდა მეფე სოლომონი ბრძანებს მიცვალებულიო, დაიტირეო, ცრემლი დაღვარეო მიცვალებულზეო. ძველი აღთქმისეული კაცობრიობა სიკვდილს იყო მიცემული. ეს ძალაუფლება სიკვდილისა იყო მამათ მთავრებზე, იყო წმინდა წინასწარმეტყველებზე და ადამიანებზეც. იყო ყველა მოკტავზე. მაგრამ ქრისტეს განკაცებამ, ქრისტეს ჯვარცმამ და აღდგომამ ჩვენ თანაგვაზიარა მარადისობას, სიხარულს და სიკვდილზე გამარჯვებას. თუ ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ, რომ ზეცად იყვნენ აღტაცებული ორი ადამიანი, წმინდა და მართალი, ენოქი და ილია წინასწარმეტყველი. მათ არ განუცდიათ სიკვდილი. დღევანდელ დღესასწაულზე კი ჩვენ ვხედავთ, რომ დედა ღვთისმშობელმა მიიძინა. ჩვენ მის მიცვალებას მორწმუნე ადამიანები და მთელი ეკლესია ვუწოდებთ მიძინებას. მან მიიძინა და უკვე მეორე დღეს, ორი დღის შემდეგ უпростоრად მოსულ მის სახილველად კვლავ თომა მოციქულს და მოწაფეებს დედა ღვთისმშობელის სხეული არ დახვდა იმ საფლავში, სადაც ის დასდეს. მისი სხეული სულთან ერთად აღტაცებული გახლავთ ზეცად. მან გარეგნულად განიცადა სიკვდილის შეხება, მაგრამ დედა ღვთისმშობელი გამარჯვებულია სიკვდილზე. მან დაამარცხა სიკვდილი, დაამარცხა სულითაც, დაამარცხა სხეულებრივად. და ამიტომაც ჩვენ მორწმუნე ერი ღაღადებთ და მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვდნენ ჩვენ. როგორც სიკვდილზე გამარჯვებულმა, როგორც მარადისობას თანაზიარებულმა, როგორც გამარჯვებულმა ცოდვაზე,
ყველა წუხარებაზე და ტკივილზე. დედა ღვთისმშობელი ამ მაგალითის მომცემია მთელი თავისი ცხოვრებით ჩვენთვის ძვირფასო ძმანო და დანო. მრავალი ტკივილი ბავშვობის ასაკიდან წუხარება განსაცდელი დევნა ყვედრება თუ გამტყუნება დედა ღვთისმშობელმა ყოველივე უჩუმრად შვიდად დაითმინა და ყველა ჟამს შეინარჩუნა ერთგულება ღვთისა და ღვთის ნების აღსრულების საოცარი სურვილი. მისი მუდმივი არჩევანი იყო ღვთის ნების აღსრულება და ამან ყოველივე მას მრავალი განსაცდელი დააძლევინა და გაამარჯვებინა საბოლოოდ სიკვდილზე. ჩვენთვისაც ძვირფასო ძმანო და დანო ეს მაგალითი უნდა იყოს, რომ ჩვენ მუდმივად ვირჩევდეთ იმას, რაც ღვთისთვის არის სათნო. აღვასრულებდეთ ნებას ღვთისას და როდესაც ამგვარი იქნება ჩვენი განზრახვა, ჩვენი გადაწყვეტილებაც, ღვთის შემწეობა არ დააყოვნებს დედა ღვთისმშობლის კურთხევაც და მისი შემწე მადლიც. აი ამას უნდა ვხედავდეთ ჩვენ დღევანდელი დღესასწაულის შინაარსში და ამგვარი განზრახვით უნდა აღივსოს ჩვენი გული და გონება, რათა მუდმივად ავირჩიოთ ნება ღვთისა, ის რაც სათნოა წიდა შეუფლისა. მერთმა დააგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი იყოს შემწე და მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. ამინ. მრავალს და